დღეს 31 მარტს ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა. თუმცა საქმე, რომელიც არის გასაკეთებელი, არ არის ექსკლუზიურად ჩვენი გასაკეთებელი, ანთხრა პარტიის გასაკეთებელი საქმე, ეს არის ყველას გასაკეთებელი საქმე. ჩვენ ვიზნები არის ძალიან მარტივი. ერთი პირველი მინდა რომ გავზარდოთ პირდაპირ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. მეორე უნდა გავანეირებოთ რეჟიმის პროპაგანდა, იმიტომ რომ ორი მთავარი იარაღი, რომელზეც დაასახა რეჟიმი, ეს არის შიში და ეს არის ტყუილი. მესამე ის ბრაზი, პროტესტი და ცილების სული, რომელიც ეცრები არსებობს საქართველოს მოქალაქეებში, უნდა გადავთავაზნოთ პოლიტიკურ ქმედებაში. მეოთხე უნდა დავამარცხოთ შიში, რომელსაც წლებიან მიზანმიმართულად მერგავს რეჟიმი და ბოლოს უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რადგან ის არ არის საკმარისი, მხოლოდ საუბარი ცვლილებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა დავდგეთ ერთად, ზუსტად ისე, როგორც 35 წლის წინ 31 მარტს მოხდა ეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე. ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მის სიმბოლური კომბინაცია იქნება 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დიდი ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში თბილისში. ჩვენთვის საქმისთვის, გამარჯვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიაში ჩაერთოს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ყველა სამოქალაქო ჯგუფი, ნებისმიერი აქტიური მოქალაქე. ჩვენ გვინდა მადლობა უთხრათ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს იმყოფება პატიმრობაში, ტყვეობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ტყვეობაში და გათავისუფლდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აწამეს, ვინც მოწამლეს, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ყველას იმათ, ვინც დაკარგა სამსახური, დაკარგა შემოსავალი, ვისაც დაუნგრიეს ცხოვრება, ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად დგას პროტესტზე, რუსთაველზე, იქნება ეს მათ შორის ქუთაისში, ზუგდიდში, ჭყოროწყუში, გორში, ბათუმში თუ სხვა ქალაქებში, მათ შორის ყველა ადამიანს, რომელიც მონაწილეობდა შაბათის მარშში, ჩვენთვის პატივია ვიყოთ თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ჩვენ არ ვყიდებით მარტივ გზას, ჩვენ არ ვყიდებით სასწაულებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ერთი რამ. თუ ჩვენ გავჩერდებით, ცვლილებები არ იქნება, ხო? თუ ჩვენ მიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას გთავაზობთ, ჩაერთოთ ამ კამპანიაში და საბოლოო ჯამში კულმინაციის სახით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ ყველა ერთად დავდგეთ ერთად და შევიკრიბოთ დედაქალაქში თბილისში.